არის ხო? მზადყოფნა. შეგვიძლია დავიწყოთ? კი ბატონო. ქეში 2. ხო და მოდი არ გავამხილოთ ეს მეცახელი საიდან მოდის და მარტივი იმას არ ნიშნავს და ჩათვალონ რომ ის მარტივი ფუძე აქვს რაც გაბოლებას უკავშირდება. მოდი თუ გახსოვს ჩვენი ძალიან ძველი საუბარი ახლა ჩობილ დემოკრატიაზე, რომელიც სრულ აღმოჩნდა. ანალიზი რო გავაკეთოთ ამდენი წლის შემდეგ. ხო, ძალიან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ იცი რა, ფართო გადმოსახედიდან შეიძლება არც არის ასე ბევრი. ეს არის 2012 წელი. 12-ის დასაწყისი. ხო, როცა გვეგონა რომ იშვა დემოკრატია, ახლა ჩობილი. თაროზე დრო ტანტალებდით ხოლმე ეგეთი შეიძლება მაგიტომაც. აი ამ იმაზე ახლა ჩობილ დემოკრატიაზე ტანტალი ალბათ არ შეიძლება. ტანტალი არ შეიძლება. შეიძლება. მაგრამ ხო, რამდენი ხანი გავიდა, ესე იგი 13 წელი გავიდა რა. წარმოიდგინე, მაშინ ბავშვი რო დაიბადა, დღეს არის 13 წლის, თინეიჯერია უკვე. ხო რა. ხო და რაღაცნაირად გადის დრო რა. ახლა ის ბავშვი, ვინც ახლა 13 წლის არის, იმისთვის მთელი ცხოვრებაა, ხო? და ჩვენთვის კიდე ცხოვრების რაღაცა ძალიან პატარა ეტაპი, მაგრამ პრინციპში ახლა 13 წელი ადამიანი ცხოვრობს რამდენი ხანს? 80 აჰა, საშუალოდ ვერავინ ვერ იტყვის 80 ვთქვათ რა. 80 წელი და იქიდან 13 წელი აი პრინციპში ვერ დაიბადა 2012-ში, ხო? ანუ ახლა ჩობილს კი ვეძახდი, ვერ დაიბადა რაღაც ემბრიონულ მდგომარეობაში, პლაცენტაში იყო და დაჩირდა და დაჩამიჩდა და ბოლოს გაფუჭდა. დრო გავიხსენოთ, რომელიც ხშირად გვაქვს ხოლმე, როცა ლაპარაკობთ მე და შენ და რაღაც თემებს გავარჩევთ, მაგრამ ინტერვიუს ფორმას მივცემ, ჩემი ძმაკაცი ხარ და ცოტა გამიჭირდება, მაგრამ ეგეთი ინტერვიუ ავაწყე და ალბათ უნდა დავიწყოთ ქეშისგან, რომელიც პატარა არის. რომ მოვიდეთ დღევანდელ დღემდე რა, აი ამ დღემდე, როცა ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხეში გაუშვეს, ეს ის დღეა, როცა ჩვენ ამ ინტერვიუს წერთ. მოვიდეთ ამ დროებაში. როგორც არის. მოკლედ, სპილენძი ამ ბოთლებით უჩაგიბარებია. მე გეტოში ვცხოვრობდი და ჩამიბარებია და რადგან შენ თბილისის შუაგულში გაიზარდე, მან შეიძლება ეგრე არ ყოფილიყო. თან შენს დიდი ვარ. ბოთლები ჩამიბარებია. სპილენძი მე მგონი 1-2 რა, უბრალოდ სადაც მე 2 ლოკაცია მქონდა ბავშვობის. ერთი არის დიდუბეში, რომ და ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონებები ბავშვობის დიდუბეს უკავშირდება, იქ ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი ცხოვრობენ დღემდე და იქ მქონდა სრული თავისუფლება რა და აი ეს ბოთლების ჩაბარება რაღაც მომენტში მანიად გვექცა იქ ბავშვებს და რატო იცი რომ ველოსიპედი უნდა გვეყიდა მთელ აი იქ ეზოს ბავშვები ვინც ვიყავით საზიარო. წარმოიდგინე რამდენი ხანი დაგჭირდებოდა და რამდენი ბოთლი დაგჭირდებოდა და ფილმის სცენებად მახსოვს და რაღაც უფრო ფელინის ფილმს წააგავს ეს მომენტი. მე ბოთლები ლიმონადშიც გამიცვლია, იმიტომ რომ იქ სადაც ლიმონადს ასხავდნენ, იქ ბოთლების ჩაბარების პუნქტიც იყო და არ ვიცი რამდენი ბოთლი ღირდა ერთი უდრი და ერთ ლიმონადს. სხვათა შორის მე ესე პირადი მარტო ფულად თუ ამიღია და მახსოვს რომ მაქსიმუმ ეს იყო 20 თეთრი. გარდატეხები ოღონდ ყველაზე მთავარი, ალბათ ყველაზე უფრო ცხადის გააზრებისგან, მაგალითად სიკვდილის გარდაუვლობა. ბავშვობაში როცა მიხვდი რომ როცა ის ასაკი მოვიდა რომ კი შენ აუცილებლად მოკვდებოდი, რაღაცა დრომდე გამორიცხავ რომ ეგ მოხდება. ეხაც გამორიცხავ. ცოცხალი რო ხარ გამორიცხავ სვა. მაგრამ აი ხო და ეგ მომენტი დამიდგა, ცხოვრებაში ყველაზე ახლოს ოღონდ ეს აღმოჩნდა რომ თურმე ცრუ განგაში იყო, მაგრამ ყველაზე ახლოს თავი ვიგრძენი კოვიდის მერე ფილმს ვიღებდი და მოვიხადე ჩვეულებრივად 2 კვირა გავიდა თუ რამდენიც იყო საინკუბაციო პერიოდი და რომ დაუბრუნდი გადაღებაზე, მთელი გადაღების პერიოდი მახველებდა. გადაღება გაგრძელდა დაახლოებით თვე-თვენახევარი რა. და აი ძალიან მახველებდა ისე რომ ბოლოს უკვე მткиოდა ყველაფერი რა და დედაჩემმა მითხრა ბოლოს და თეკომაც რომ წადიო რა ექიმთანო და ძალით გამიშვეს ექიმთან რა მეგონა რომ აი გამივლის ექიმთან რომ მივედი არც ვუშვებ რომ რამე სერიოზული უნდა იყოს რა ჯერ შემიყვანეს რენტგენზე გადავიღე რენტგენი ამოვედი და ძალიან გრძელი რიგია და იმ ექიმთან უნდა შევიდე და ეს მიჭირავს ხელში რაც უნდა ვაჩვენო და იმან უნდა მითხრას ამის მიხედვით რა მჭირს ხო და ნუ ხა 2 საათი რო ზიხარ, ზუსტად 2 საათი მომიზია. რა უნდა ქნა ხო? ნუ ავდექი და გავშალე და წავიკითხე და წერია რაღაცა ფიბროზული წარმონაქმნები თუ კერები და ოპა, ავიღე ტელეფონი, რა თქმა უნდა, ჩავწერე რა ფიბროზი რა. და წერია ასეთი რამ რომ გირჩევნია, გერჩივნოს რომ
ფილტვის სიმსივნე დაგემართა და ფიბროზი. მეთქი, ნუ ეხა ეს ალბათ რაღაც სხვა ფიბროზია. გადავედი სხვა იმაზე. მე რომ ნახე იმ კაცის მეორე ფიბროზი რომელი არის? ეს რო სხვა. მაგას ეკითხა რომ შევედი, იქ რა გავიგებ, ეგ ეპიზოდია. მოკლედ, იმ კაცის ვისაც ველოდები, იმ ექიმის სადისერტაციო ნაშრომებს ვკითხულობ და ყველგან წერია რომ ეს არის უვერაგესი დაავადება და სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 2-დან 5 წლამდე რა. არ იკურნება. მე თეკომ წერს რომ რაკენი რენტგენი გადაიღე და ჩემი სიდიდრი ხო იცი რეანიმატოლოგია და ეგრევე მომთხოვენ ვიცი რომ უნდა გადაუგზავნო ეს და ისინი ჩახედავენ სანამ ექიმთან შევალ. არ მინდა ეს მოხდეს, იმიტომ რომ უკვე ვალაგებ გონებაში რომ რა როგორ უნდა გადავალაგო ჩემი ცხოვრება, ხო, რომ ნუ ძალიან მიტყდება ის, რომ მაქსიმე არის მაგ მომენტში რა 4-ის არის და ვფიქრობ, რომ არა 5-ის არის გოდიში. და ვფიქრობ, რომ ანუ საერთოდ არ დავამახსოვრდები რა. და რას უტოვებ, რას ვაკეთებ, რა შევქმენი რა, ანუ როგორ მივდივარ მე, შევედი მოკლედ. ხო და მელაპარაკება ეს პატიცემული ძალიან კარგი ადამიანი, ექიმი და რა პროფესიის ხარო? მეთქი რა მნიშვნელობა აქვს რა პროფესიის? კინორეჟისორი. რა კარგია რაღაც ფილმებზე მელაპარაკება. ბოლოს რო ამოუღერე, გიხვეწ მეთქი პირდაპირ მითხრა. რამდენი მაქვს დრო? მაქსიმუმი მეთქი. ხო, მაგრა დამციანა რა. ეს ყოფილა იდიოპათიური ფიბროზი, ის უბრალოდ რასაც მე ვკითხულობდი. ეს ყოფილა ჩვეულებრივი ფიბროზი, რომელიც სამ თვეში ავაგდა. ოღონდ რუი მკურნალი რა. ხო. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მიახლოება სიკვდილთან 2 დღე კეფამკიოდა. უკვე თინ გიორგისთან უნდა მოვიდეთ 13 წლისასთან. შეიძლება მაშინ ყველაზე უფრო მეტად ყოფილიყო, ხო? და აი ეგ გარდატეხა რამდენად მნიშვნელოვანი არის, როგორი არის, რა ხმებს მოგაგონებს იქედან ეხა? იცი რა არის, ჩემი ბავშვობა იყო, რამდენიმე ეტაპი იყო რა. ეხლა რო ვფიქრობ, დავიწყე ძალიან ლაღაც. ძალიან ლაღი ვიყავ მიუხედავად იმისა, რომ გარშემო სახე ქონდა ახეული სამყაროს რა. 90, ესე იგი მე ჩემი თავი ალბათ მახსოვს, ყველაზე პატარა შეიძლება 93-დან რა. ნუ აი აფხაზეთის ამბები რომ მიდიოდა, აი რაღაც ფრაგმენტებად მახსოვს კადრები ტელევიზორიდან. მახსოვს სამოქალაქო ომის პერიოდი. იმიტომ რომ მახსოვს აი ეს ქვემეხების ხმა ყიფშიძეზე აღწევდა რა რუსთაველიდან ეს ხმა და მახსოვს ძალიან კარგად შევარდნაძე იუდას რო უყვიროდი. მახსოვს დენის კაცს რო ვაგინებდი. მაგრამ ვაგინებდი, ხო, არა ყველაზე უწყინარი ხალხი, ყველა იპარავდა დენს და მაინც დენის კაცს აგინებდნენ, რა კოშმარია, ხო? ყველა მრიცხველი ატრიალებული იყო. ლენტი მახსოვს, კინოლენტი, ხო? ეგ იყო ჩემი პირველი შეხება კინოსთან, აი კინოლენტი რომ მქონდა სახში რომ უყურებდი რა არის მეთქი. ან როდის გახდა გიორგი მთავარი, ან როგორ გახდა უფრო აი როგორ მოვიდა ეს რომ გიორგისთვის გიორგია მთავარი. გეტყვი, აი მან მივდივარ, აი იქიდან წამოვედი რა, გადავედი რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, ყველაზე ლაღი ვიყავი და რაღაც მომენტში, როცა თითქოს შეიცვალა უკეთესობისკენ ყველაფერი, მაშინ გავხდი პირიქით გიორგი, არა ლაღი. ხო. და ბევრი კომპლექსები ავიკიდე, ბევრი რამის მწვენოდა, ბევრი ყველაფრის მეშინოდა ალბათ. ვირთხების მეშინოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვირთხა იყო ჩვენ სადარბაზოში. არა და ყველა სადარბაზოში ყველგან იყო ხო მაშინ ამოდიოდნენ. მე ტარაკნების ეგრე, ხამით რო ანთებდი საფარშოს და უცებ რომ მოძრაობ. როგორ გადავტეხე, იცი? ერთ დღესაც მკითხეს რა გინდაო, რა გინდა გამოხვიდეო და უცბად მივხვდი რომ მსახიობობა მინდოდა რა. ხო და 12 წლიდან კინორეჟისორობა მინდოდა, მაგრამ აი მანამდე ჯერ ფეხბურთელობა ის და მე რა აი მსახიობობა და დამცინეს, მაგრამ და ჩემი გაქანების ტიპი ჩემ სახში წარმოვიდგინეს რომ მსახიობი ვერ გახდება ვერასდროს. და აი მაშინ მივხვდი რომ ეხლა ვხვდები რომ აი მაგ მომენტში გაიღვიძა სადღაც 10-11 წლის გიორგიში ტიპმა რომელიც მას მერე იზრდება და იზრდება. და რა გავაკეთე, იცი? როგორ მწვენოდა, იცი რომ გამარჯვების თქმა მერიდებოდა რა. გამარჯვებას რომ ეთქოდნენ, გამარჯვება ძალიან ხმა და ბოლომდე მეთქვა და მოკლედ შევაყვანინე თავი თეატრალურ სტუდიაში. იქ რო შევედი, ისე დაემთხვა და ნუ იქაც მორიდებული ვარ, რა თქმა უნდა. ისე დაემთხვა, რომ ახალი წლის რაღაცა დადგმა მოუწია.
და ნაწილდებოდა ვინ რა ეტილს გააკეთებდა, ვინ რა სპექტაკლის მონაკვეთს ითამაშებდა და ასე შემდეგ. რა პატარ-პატარა მონაკვეთები უნდა გვეთამაშა ყველას. და მივხვდი რომ აი ეხლა არის მომენტი, რომ აი ეხლა უნდა გადავტეხო წელში მთელი ჩემი აი ეს კომპლექსები რა. და ავირჩიე ეტილდად დასაკლავი ქათმის როლი, რომელსაც შემოიყვანენ მარტო ხარ. ანუ შენ უნდა განასახიერო, რომ ყელში აქვს წავლებული, აი ესე მიგათრევენ და გადებინებენ თავს და წაგაცლიან იმას, რა ქვია, თავს წაგაცლია კისერს და ამის მერე გრძელდება, თავარი ის არის, ანუ დაკლული ქათამი ხო გვინახავს, რა შეება, ანუ დარბის და რაღაცნაირ ხმას გამოსცემს. აი ეს უნდა ვითამაშო. ანუ სრული სიგიჟე, ანუ ეს როგორ უნდა ქნას მაშინდელმა გიორგი, მეც ვერ ვხვდები, მაგრამ ხვდები რომ აი ხა ეს უნდა თქვა რომ აი კი მე ამას ვიზამ და ეს უნდა გავაკეთო და აი დამთა რაღაც ინტუიცია როგორ მიათრიე კუნძამდე შენი თავი აი სიმთვრალეში რომ გაბუჟდები როგორც კი თქვეს რომ ეხა ეტიუდი დასაკლავი ქათამი ძალიან ბევრი ხალხია და მსახიობები არიან იმ დროისთვის ცნობილი მსახიობები ფილმებში და სერიალებში რომ თამაშობენ უკვე და აი დიდი აუდიტორიაა რა მათ შორის მშობლები და ანუ ჟიურიც არის რა და პირველად უნდა გამოვიდეს პატარაობის მერე, აი ბაღის ასაკის მერე, როცა Queen-ის სიმღერაზე ცეკვავდი ბაღის ზეიმზე. და ეს უნდა გავაკეთე. გავაკეთე როგორც აი თვალებში მომდგარი მქონდა სისხლი. ვეღარ ვხედავდი ვეღარაფერს, მაგრამ მახსოვს რომ კარგად გავაკეთე. შენ თავად მამა ხარ. მამად ყოფნა კიდე ახალი გარდატეხა არის. ბევრს ვფიქრობ ხოლმე განსაკუთრებით ბოლო დროს ჩემს როლზე როგორც მამის, მამის როლზე. ერთი მხრივ მიხარია როგორი ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა მე და მაქსიმის. და ოღონდ ეს თეკოს ძალიან დიდი დამსახურება. სხვათა შორის ისე მოხდა, რომ მაქსიმე რო დაიბადა, ესე შეხება ალბათ პირველი თეკოსთან იყო, მაგრამ მე დამიძახეს ეგრევე ავარდი ზემოთ და მახსოვს რა შიში იყო ცი რაღაცნაირი შენ უნდა პირველად შეხვდეს შენ შვილს და შენ იცი რომ ის ვერ აანალიზებს ამას და შენ გაქვს ამიტომ მთელი აი ეს პირველი შეხვედრის რაღაცნაირი შფოთი გაქვს შენ თელ ამბავ შენი მახსოვრებ და შენ ხარ პასუხისგებელი ამ ამბავზე ბევრი წლის განმავლობაში რა ხო აი როგორი განცდა მქონდა იცი რომ ის იქ სადღაც აი ეს რა დაახლოებით და მოდი მე მივდივარ მამა ვარ მაგრამ პირველად უნდა ვნახო ჩემი შვილი და ძალიან მაგარი შფოთი იყო. ვერ ჩამოუყალიბდი რატო, აი კონკრეტულად ვერ დავიყვანე იმ მარტივ ნიშნულებამდე რა, ფაქტორებამდე, აი რამ განაპირობა ეს. ავედი და დამაწვინეს მკერდზე და ხო პრაქტიკულად ჩვენ ძალიან სწრაფად შევხვდით ერთმანეთს მე და მაქსიმე რა. დღეს ვართ პრაქტიკულად რავი ჰარმონია გვაქვს, ესე მგონია. მამას მეძახით რაც თავარია და ეს ძალიან מחარებს. და ხანდახან რა מחარებს ვიცი რომ ხანდახან ეშლება დედაში. მე ესენს მამას მეძახიან, მაგრამ თუ ტელეფონზე მირეკავს ხოლმე დათა მაგალითად და არ არის მარტო დავით. მაგდანარჩენ შემთხვევაში ეგეც უშუალობის მომენტია. რაღაც მომენტში მე არ ვარ სწორი მაქსიმესთან რა და ეს უეხლახანს აღმოვაჩინე. რატო? და არ ვარ მართალი რა, მაგრამ ვერაფერს ვერ უშველი ამავე დროს. ჩვენ როცა ვირწმუნეთ ყველამ არა რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ვირწმუნეთ რომ არჩევნები მოგვიტანდა ჩვენ არჩევნებით გადავაგდებდით აი ამ ვინც არიან აღარ ვიტყვი ხო ირეშმაკებს და ირეშვილებს რა მე არ ვირწმუნეს და მიუხედავად იმისა მთელი ცხოვრება სულ ეს მიამიტობა მახასიათებ და აი იქ გავჯექდი რა არ არის სწორად რაღაცეები რა უთხარით ეკოს უთხარით ჩემ თავს რომ მეთქი არ მჯერა მე ამის და ზუსტად ვიცი რომ დამარცხებული ბრძოლაა და სადარბაზოსთან მელოდებოდნენ ცემაში უნდა გავეხიე ნაბიჭრებს რა და ანუ ხალხი ფეხბურთს უყურებს და 26-ში მოვიგეთ და 26 ანუ პორტუგალიას რომ მოვიგეთ და 26 ოქტომბერსაც გავიმარჯვებთ და აი ბულშიტს რო ეძახიან. აი ბულშიტი არის ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემთან გარეთ რო გავდივარ რა, ანუ რავი, აი ყოველ 360 გრადუსით თვალები მაქვს და ეხაც ეგრევე გამომიმუშავდა სხვა ჩვენ სასარგებლო რაღაც გამომიმუშავდა. რომ ანუ ყველაფერს ზომავ, კარგად ვწონი და ვიცი ვინ სადგას და ვინ შეიძლება ჩემთან იყოს. მოკლედ ავდექი და ეს ფართოდ ესე არ მithქვამს ოფიციალურად არსად, მაგრამ
გავაკეთეთ ვიზები და მთელი ოჯახი ვაპირებდით წასვლას. იმიტომ რომ აღარაფრის აღარ მჯეროდა. რეალურად გამართდა, რასაც ვამბობდი რა. ბოლო მომენტში მოკლედ ვთქვი რომ არა. არა თუ მარტო არა, ვერა. ანუ ვერა და არა. ანუ ვერადან არა გამოდიოდა და აღარ წავედი რა. და რეალურად ჩემს ინდისთან, სამშობლოსთან, ხალხთან რომელთან ერთადაც დავიწყე ეს ბრძოლა, შენც მათ შორის ხარ და ჩვენ გარშემო ვინც არიან ბიჭები. ესენიც ანუ ჩვენ ქართულ საზოგადოებასთანაც მართალი, ანუ პრაქტიკულად მართალი დავრჩი ამით, რომ არ წავედი და არ მივატოვე ეს ბრძოლა, მაგრამ ალბათ ერთადერთი ვისთანაც არ დავრჩი მართალი, ეს არის მაქსიმე. იმიტომ რომ მე არ მაქვს დღეს გარანტია, რომ ჩემ 7 წლის შვილს უთხრა, რომ მამა, მე მაქვს გარანტია, რომ შენ გექნება უკეთესი მომავალი. მაგრამ ამისთვის იბრძვის და ჩვენი პირველი დიალოგიც ეგ იყო, მე რაღაცა თუ დაიძაბებოდა, გეგმაც ჰქონდა, როგორ უნდა მიგვეხედა ქალაქისთვის, ეგ ნაწილი არ გავუმხილოთ, ქეშის საბურმი ველის ქვეშ დავტოვოთ. ხო, ეგ ის პერიოდია ჩვენო სუპერმენი და ბეტმენი. სუპერმენი და ბეტმენი, კი, ეგეც არის. ხო, მაგრამ ეხლა ვენომი მევასება და უფრო ვენომი ვარ ხო. ხო, მაგრამ ხო შენახული გაქვს სუპერმენის ის. სუპერმენის კოსტუმი შენახული. ხო და მეც სხვათა შორის ამოვიღებ. ნაფტალინით აყარე. ხო, მოქმედი არის ისევ რამე? კი კაცო, სულ. ეგ გადასარევი არის. მოდი ამ ვირეშმაკობაზე ბევრი აღარ წვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ცხადი არის, ხელის გულზე არის და გარდაულობა დადგება, მაგრამ აი ამ დღის შემდეგ, როცა შენ ამბობ, რომ მაქსიმესთან აი ამ დროს შეცდი თუ არა, არ ვარ მართალი. არ ხარ მართალი, უბრალოდ. იცი, რომს გავიმარჯვო, რომ გავიმარჯვოთ, ანუ და გამარჯვებული დავუბრუნდე სახში. მაინც არ, ანუ უკვე არ ვარ მართალი. იმიტომ რომ მე მას ის რაც მე მევალება, ხო. თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც სოციალურად რა. ხო რა, მაქსიმეს მეგობრის მამებმა აურიეს და წაგვართვეს და ეს მამები ცდილობენ რომ უკან დაიბრუნონ. ეგ პრინციპია. ხო, მაგრამ ნახე, მათ ჩემი და ბრალიც არის, ანუ ჩემი ბრალიც არის რომ აქამდე მოვედით. საქმე მაგაშია, უბრალოდ მაქსიმემ რა დააშავა, ეს რო ჩემი ბრალია. ეს ჩემი ბრალი იყო მაშინ, რითიც დავიწყეთ საუბარი, 2012-ში რომ ტანტალებდით და თურმე არ უნდა გვეტანტალა, მართლაც დემოკრატიას, რომელიც თურმე საერთოდ არ დაბადებულა და მე მგონი გარეორსულობის რაღაც პროდუქტი იყო. ანუ იმას სჭირდება ჩემგან უზრუნველყოფა და მე ეს უზრუნველყოფა დავაყენე რისკის ქვეშ. ამ უზრუნველყოფი ხო, რისკის ქვეშ დააყენე. რისკის ქვეშ რომ მე შეიძლება ხვალ დამიჭირონ, მე შეიძლება ხვალ მოვყვან. გამომდინარე იქედან რომ შენ გიორგი თავრთხილაძე ხარ და მე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ეგრე ვერ მოიქცეოდი და არ მოიქცეოდი, არ გამოგივიდოდა და ალბათ რა კითხვაც ახლა უნდა დაგისვა, ეგ გაეწყვეტილებო რომ მიგეღო, მაშინ ეგ დაგემართებოდა. პასუხისგებლობა და გიორგის გარეშე, შენი თავის გარეშე. შეიძლება მაქსიმე ყოფილიყო იქ ემიგრაციაში, ანუ იქნებოდა კიდე ის ახალ ცხოვრებას დაიწყებდა იქ. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ემიგრაციაში და ძალიან ბევრი კარგი ქართველია დარწმუნებული ვარ ემიგრაციაში გაზრდილი, რომელიც შეიძლება არც აპირებს ჩამოსვლას, მაგრამ აი მე რომ მივხვდი რომ ეხლა მე იქ რო წავალ და ჩემი თავის მჯეროდა და ეხლაც მჯერა რომ მე იქ ფილმების გადაღებას შევძლებდი. რაც თაქვე აღარ ვაკეთებ და გული წდება ამ წამს, იქ ვიზამდი ამას, მაგრამ აი მე ვიქნებოდი ზუსტად გიორგის გარეშე. რაღაც ტიპი რაღაც ანუ სოფლიო მოსახლეობის სტატისტიკური ერთეული 8 მილიარდიდან 1, რომელიც აი ნორმალურად ცხოვრობს, თუნდაც კარგად ცხოვრობს, მაგრამ აქ დატოვა ხალხი, რომელთან ერთადაც ბრძოლა დაიწყო, ძმაკაცები დატოვა, რომლებიც იმ ბრძოლაში არიან ისევ და შეატოვა პროჯექტს. კი ბატონო. ამას ამოჭრი თუ დატოვებ? დავტოვებ. და რომელიც საქართველოს მიტოვება ლოგინად ჩავარდნილი მშობლების მიტოვებას ხავს. თუ ეს მიტოვება იძულებითი არ არის და სამწუხაროდ ეგეთი ფაქტებიც გვაქვს, რომ ბევრ ადამიანს ჩვენს მეგაპოლისში, თბილისში მოუწია სწორედ შიშისა და უფრო მეტი საფრთხის გამო დატოვება. მათ არ ეხებათ დაუშვათ აი ეს. ალბათ უფრო ადამიანებს რომლებსაც შეეძლოთ რომ აქ ყოფილიყვნენ, მაგრამ არა. ხო, ყველა შემთხვევაში ჩვენი ისტორია და არსად არ წაიშლება რა, მაგრამ ინტერვიუშიც თქვით რომ დღეს ზურა დააკავეს და ძალიან საშიში და ბრუტალური ფაზა არის და მდგომარეობა რა. და
ამ ამბავმა დღევანდელ დღემდე 176 დღეა თუ არ ვცდები, რა დაგაკარგვინა შეიძლება. რა აღმოგაჩენინა. სიგარეტს ხო არ გადმომიგდებით, თან გავაბოლებ მე შენ, თუ გინდა ისე დაიჭირო და არ მოწია. იმიტომ რომ ბიჭო, აი ეს ძალიან დამეჭირა და მე დავჭდები. თან სიგარეტს მოვუჭიდე. გინდა ქათი 2 წუთი? არა, მე არ მჭირდება, შენ თუ გინდა? სიგარეტი რომ მოვუწიო, ხო შეიძლება YouTube-ზე, არა? აი მაშინ გავქათა. დოლარი დაადე თურქულ სერიალებში როგორ საკეთებ. ალბათ. პროსტა რა, ვინ გვაძლევს მაგის ფულს ახლა მაგას რო ეწევი? ამის ფულს გვაძლევს ვიღაცა თავის აბაზანაში ამზადებს, ესე გამოიყურება ყველა სიგარეტი. აი ხარძიანი ამბობს ხოლმე რომ როგორ გამოიყურება, იციო, რომ გადაიღებ ეს ამას რომ გაამზადებ და მე რომ მიბრუნდები აბაზანისკენ და ამფეტამინის გამზადებას რომ დაიწყებო. ყველა ეგეთ ვიცია. სად ვარ ხა, სად წერთ ამ ინტერვიუს? ინტერვიუს წერთ? შევიცვალოთ თუ გავაგზავნოთ? არა, გავაგზავნოთ. ინტერვიუს წერთ, სად წერთ ქეშ ინტერვიუს? ბეტმენის სახლში. ბეტმენის ახო სახლში. ბეტმენი ცხოვრობდა ადრე. აქ ცხოვრობდა, ისე ხო? აქ ძალიან მარტივად გაცოცხლდება ეს სუპერგმირები, რაც დამალული ხავთ, ხო? აქ ცხოვრობდა? ვენომი გინდა რომ გავაცოცხლო, შენ გააქვს წამღებული კოსტიუმი. შიგნით არის ვენომი. ხო, მანქანაში მიდევს ჩემი ბეტმენი. აუ, შენ რა გითხარი? პროსტა ბიჭო ძალიან მომიძველდა რა, იმიტომ რომ რაღაცები დაიხვეწა, chat GPT და რაღაცები გაეძრო და ეს ბეტმენი ბიჭო, ყველა დაფრინავს, ეს ვერ დაფრინავს. მარტო რაღაცა პარაპლანირებას თუ აკეთებს. გადაწყვეტთ რომ გატესტოთ, თანახმახობთ რომ აქედან გატესტო? კი, რომელ მხარეს ბეტმენის გასაწევად. ცოტა დასაზეთია რა. დასაზეთია. ცოტა დასა არ ვიცი რამდენად გამიზრდებს. ძირითადად რაღაცა მე-10, მე-12 სართული ხომ არა, ეს მე-19 თუ მე-20-ზე ვართ ეხლა და აი ამ სახურავზე ვდგავართ და ამ ინტერვიუს წერთ და შენ არ ხარ იქ, სადაც მიდიოდი, რა არის? მაქსიმე გავიგეთ. პასუხისგებლობა მაქსიმესთან. ორი ამბავია რა. ერთი რომ ვისთან ერთადაც როგორც თქვი რა, ვისთან ერთადაც დაიწყე ბრძოლა, იმას რო ტოვებ, ის ბრძოლა ისევ ისეა, თანამებრძოლები გყავს ისევ, მაგრამ შენ აღარ ხარ თანამებრძოლი, ანუ წახვედი ამ მიატოვე. ეს არის განცდა, რომლითაც ვერ იცხოვრებ ვეღარასდროს ნორმალურად. და მეორე ამბავია, რომ შენ რო რაღაცას ხვდები, რომ აი ეს ესე კი არა, ესე უნდა ყოფილიყო. შეიძლება ბრაზდები, რომ აი ეს ესე არ დალაგდა. მეორე ამბავია, რომ მაგ მომენტშივე, რომ შენ თავს მე შეკითხვა უნდა დაუსვა, რომ საკმარისი გააკეთე იმისთვის, რომ ეს ესე ყოფილიყო, როგორც შენ ფიქრობ, რომ სწორი იქნებოდა? და ჩემ შემთხვევაში პასუხი იყო, რომ არა, არ გავაკეთე საკმარისი. და თუ არ გავაკეთე საკმარისი, ავტომატურად ეს მანიჭებს მე პასუხისმგებლობას, რომ რახან ეს მე მოვიფიქრე და რახან ეს მე ამაში არ ჩამიდია საკმარისი ძალისხმევა, მაშინ მე უნდა გავაკეთო ეს, რომ ამ პასუხისმგებლობისგან გავთავისუფლდე. არა, მადლი შენზე მაშინ გადმოდის, როცა ხარ იქ, სადაც დაიბადე. სადაც ჩემი ადგილია. ბევრჯერ გითქვამს იდეები გაგვიზიარებია, რომ ჩემს მინიატურებზე, მოთხრობებზე, მცირე რომანებზე გიჩნდება ხოლმე აზრები, რომ ფილმი გადაიღო და ისევ არის შენში ეგ აზრები, რომ ქეშის ნოველებზე შეიძლება სცენები გაცოცხლდეს და რა იქნება ფილმი, რაც ეგ არის? ეგეთი როგორი გამოვა? ჩვენ ხო გადავწყვიტეთ ერთხელ, რომ ჩემს სადიპლომო ფილმად შენი მორნიბიე კახს ჯერ კიდევ არა ასე ვთქვათ წიგნად აკინძული ვერსია გადაგვეღო. წავედით პირველი რაც გავაკეთეთ მე და შენ წავედით კახი კავსაძესთან. კი ბატონო. და კახი დავითანხმეთ და ალბათ ყველაზე დიდი მოლაპარაკება რაც მიწარმოებია ჩემი კინოკარიერის განმავლობაში იყო ეს, რომ კახი კავსაძე იყო მზად რო ჩვენ ფილმში განესახიერებინა როლი. მერე უკვე რომ წავიკითხე ტექნო ის კიდევ უფრო სხვანაირი კინო იყო რა. და გახსოვს მაგის გამო ბოდიშიც მოგიხადე, რომ ძალიან გვიან წავიკითხე. ხო, ეხლა ვირთაგვარ წაკითხე. ეხლა ვირთაგვარ მაგ წაკითხული და მაგრად ვემზადები, იმიტომ რომ გრძნობ, ეხლა რაღაცები ხო ვიცი, რაღაცები ვირთაგვაზე ჩენი მოყოლილი. აბა, მადლობა ინტერვიუსთვის. მადლობა შენ. აბა შენით. შვენი ერი. აია თავში კარით კრიალებს გიორგის. ძალიან მაგარია. ამას მე მაქვს შენი ბლოკნოტი, პატარა ბლოკნოტი. პატარა ბლოკნოტი მაჩუკე შენი ჩანაწერების. რაღაცები წერდი, ერთი საძაგლობა წერია ქალებზე. მან დიყო კიდე ესეთი ფრაზა,
ავსტრალია შორსაა. ავსტრალია შორსაა. კი, ძალიან მაგარი ფრაზები წერე. და ერთი ის იყო კიდე, ვინსენტ გეჯაძე, ბავშვობაში 5 წლის იყო. ეგ ბლოკნოტი. თუ არ ვსწრები, დაბადების დღეზე მაჩვი. კიდე მაქვს შენი ერთი ჯილდო, დრაკონი. ხო, ეგში ამასთანაც რომ მიბრუნებდი. რასიმდისით მიბრუნებდი. იმით ვიფიქრე რომ რამე არ დაემართოს მეთქი. რატომ დაემართა? შენთან უფრო არ დაემართება. ჩემთან დაცული არის. დინოზავრი მყავს რაღაც და იმის გვერდზე ზის ეგ. ხო და მაგ ეგ შავი პატარა დღიურიც რომელიღაც დაბადების დღის საჩუქარი არის და მე ეგ ფრაზები მახსოვს, მაგრამ უფრო თესლი ფრაზებიც იყვნენ. რეები გახსოვს კიდე. ფილმიც ხო უნდა გადავიღოთ. იმ სცენარს აღარ მოუყვები ახლად შობილი დემოკრატიაზე ტანტალის დროს რო გეგმოთ ქონდა თბილისში არეულობის შემთხვევაში როგორი კადრები უნდა გადაგვეღო პიკაპით რომ უნდა გვემოძრავო და ასე შემდეგ. აუ, ვინ მოხსენს? კი, ნუ ცუბიძის ქუჩაზე ვაზრობდით ერთხელ მომდიარდით. მე იცი რა მახსოვს ძალიან მაგრად. შენ ხო დუშელი ავაზა ხარ. ხო, ლაქებია. ფსევდონიმია. ლაქები. დუშელი ავაზა. ხო და 13 ივნის 15 წუთი ადრე ხო გავიარე იმაში, ხო მან ცხოვრობ და 15 წუთი შეიძლება 10, მაგრამ არა უმეტეს რა, აი არა უმეტეს 20 წუთისა. მე რო დავთვალე რა, ჩემი გავა არც ვიცოდი რა ხდებოდა, უბრალოდ ძალიან დიდი წყალი იყო და ჩემი მანქანამ გაიარე, ძალიან მეძინებოდა. შევედი ჩემო თახში დავწეხი და დავიძინე. დილით გავიღვიძე და მთელი 13 ივნისი მოხდა ჩემი ძილის დროს რა. დილით გავიღვიძე, გამოვდივარ, ტელევიზორია ჩართული, ხედავ შენ. თან ანუ არ ვაზვიადებ, შენ გახარ. და მიხავს, ნუცუბიძეზე ხარ, თulis სადღაც. არა, იცი სადა ვარ? ხო, აი აქ ვარ, რომელიღაცა ფერდობზე, აი აქ. სადღაც აქ. კი, ხო, ნუცუბიძეზე ვარ, ხო. და ლაპარაკობ, რომ ავაზა არის გაქცეულიო. არც მეტი, არც მგელი, არც ლომი, ხო რამდენი ცხოვრ. ავაზაო. და ეძებს სამაშველო ბრიგადა, რაღაც ესეთი ტექსტია. ხო და მართლა ვერ მივხვდი რა. ანუ მე თუ დამიმთხვია, საიდან იცოდა რომ ამ დროს გამოვიდოდი ოთახიდან. რანაირად ეძებს, ანუ ესე როგორ გადაობს მეთქი პირდაპირ ეთერში. რუსთავი 2 იყო ხომაში. ერორი. მე აღმოჩნდა რომ თურმე გელიც, ტურაც, კატა, ტურა მელა კატამგელი. ხო, საშინელება იყო რა. და ჟურნალისტიკა არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ტკივილი, გამოცდილება და ყველაფერი ერთად. დაგემშვიდობები ჩემო ძმაო და მადლობას გეტყვი ინტერვიუს. აბა შენიც. მესამე ფურცელი. ოპერატორში უნდა გადაგა. დავით ქაშიაშვილის საავტორო გადაცემა. სად არ უნდა გავასხო. იქ, სადაც მთავრდება ოფიციალური, იწყება ნამდვილი. მესამე ფურცელი არ ცდილობს ყველა დააკმაყოფილოს. ეს გადაცემა არ გადაფურცლავს მოვლენებს, დააკვირდება, გაჩერდება, გაარღვევს ზედაპირს. მესამე ფურცელზე იწყება ის, რაც ყველაზე მეტად გვეხება. ყოველ კვირას 21 საათზე.